ვენესუელას თავზე დატრიალებული მოვლენების კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ თავად თეთრსახში მიმდინარე ძალაუფლებრივი დაპირისპირება კერძოდ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენს შორის, რომელებიც მეტნაკლებად განსხვავებული, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკური მსოფლმხედველობის პიროვნებები არიან. ჯეი დი ვენსი არის მეტნაკლებად ანტიინტერვენციონისტული პოზიციების მქონე პოლიტიკოსი, რომელიც არ ემხრობა შეერთებული შტატების სამხედრო მოქმედებებს გლობალური მასშტაბით. ის კონცენტრირდება თავად შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკაზე და შიდა პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული და არ სურს რომ ხარჯები და ყურადღება მიედინებოდეს საგარეო მიმართულებით, ხოლო მარკო რუბიო ბოლო 20-25 წელიწადია წარმოადგენს რესპუბლიკური პარტიის ნეოკონსერვატიულ ფლანგს და გასულ წელს, როდესაც ის გახდა სახელმწიფო მდივანი, ბევრს გაუკვირდა კიდევაც თუ რატომ შეარჩია დონალდ ტრამპმა მარკო რუბიო ამ თანამდებობაზე, მაშინ როდესაც ასე ვთქვათ სამშვიდობო რიტორიკა ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპს და ის ასე ვთქვათ ომების დასრულებით იქადინდა თავს. ვენესუელის кейსით მარკო რუბიო შეეცადა დონალდ ტრამპისთვის დაემტკიცებინა ის, რომ ნეოკონსერვატიული მსოფლმხედველობა და მსგავსი ტიპის საგარეო ქმედებები უფრო ეფექტური და სარგებლიანია შეერთებული შტატების სიდიადის დასაბრუნებლად, რასაც შეერთებული შტატების საზოგადოებას დონალდ ტრამპი დაპირდა, ეგრეთ წოდებული Make America Great Again და ასევე ის სარგებლიანია თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის, როგორც რეიტინგის კუთხით, ასევე ისტორიული მეხსიერებისთვის და ის პროცესები, რომელსაც ბოლო დღეებში ჩვენ უყურებთ, შეიძლება ითქვას, რომ თავიდან ბოლომდე დაგეგმილი და აღსრულებული იყო მარკო რუბიოს მიერ. ამაზე მიანიშნებს ისიც, რომ შეერთებულმა შტატებმა რაღაც დანიშნა ვენესუელის დროებით ადმინისტრატორად, მანამდე სანამ ისეთი ხელისუფლება არ იქნება ვენესუელაში, რომელიც შეერთებულ შტატებს მოეწონება, თავად მარკო რუბიო, ესეც რაღაც კომიკურ ჟანრს განეკუთვნება, იმიტომ რომ პრაქტიკაში ეს ასე ვთქვათ, ადმინისტრატორობა როგორ უნდა განხორციელდეს, ჯერ უცნობია. შესაბამისად, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შორის დაპირისპირება შეიძლება შეფასდეს ნეოკონსერვატიზმსა და ანტიინტერვენციონისტულ მსოფლმხედველობებს შორის დაპირისპირება, სადაც ამჯერად გაიმარჯვა ნეოკონსერვატიზმმა, რაც როგორც ჩანს მოეწონა დონალდ ტრამპს, გამომდინარე აი მისი ეფექტურობის და გამომდინარე და მისი განცხადებებიც მიანიშნებს იმას, რომ მსგავსი პოლიტიკები, როგორც ვახსენე, მოსწონს და შეიძლება შეერთებულმა შტატებმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში განაგრძოს მსგავსი ქმედებები, როგორც ვახსენე, მთავარი სამიზნეები არის დასავლეთ ნახევარსფეროში, კოლუმბია, კუბა, ნიკარაგუა და გრენლანდია.